დონალდ ტრამპი ირანის რეჟიმს მკაცრი ზომებით ემუქრება თუ ისინი დემონსტრანტების ჩამოხრჩობას დაიწყებენ. დღეს იგეგმება 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა, რომელიც 5 დღის წინ აქციისას დააპატიმრეს. მის ოჯახს უკვე შეატყობინეს, რომ სოლთანს დღეს დასჯიან. აქტივისტები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ სასამართლო პროცესებს რეჟიმი რეკორდული სისწრაფით ატარებს. პარალელურად საგანგაშო ცნობები ვრცელდება რეჟიმის სისასტიკის შესახებ. ირანში მომუშავე ერთ-ერთმა ექიმა რადიო თავისუფლების სამსახურს განუცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები შტურმით შეიჭრნენ საავადმყოფოებში და იქ მყოფი დაჭრილი დემონსტრანტები მოკლეს. თამარ ჭავჭავაძე გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმენთ. საგანგაშო ცნობები ვრცელდება ირანიდან. ადამიანის უფლებადამცველები და ოპოზიციური მედია ათასობით მოკლულ დემონსტრანტზე საუბრობს. BBC-ს სპარსულ ენოვან სამსახურს ერთ-ერთმა ექიმმა შემზარავი ცნობები მიეწოდა. ანონიმურად მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ რეჟიმის ძალოვნები საავადმყოფოში შეიჭრნენ და დაჭრილი მომიტინგეები დახოცეს. CNN-თან ინტერვიუში კი კიდევ ერთი ექიმი ყვება ძალოვნების სისასტიკეზე. მან ირანი უკვე დატოვა და ამით საშუალება მიეცა თავისი ისტორია მოეყოლა. ექიმი იხსენებს, რომ პარასკევს საღამოს ყველა საწოლი კლინიკაში იყო სავსე, დაჭრილებს კი მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდათ. ეს იყო მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, ამბობს ექიმი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, აქციების დროს ბასიჯის წევრებმა 2000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. გაცილებით მეტ სასახელებს ირანი ინტერნეშნალი, ოპოზიციური მედია საშუალება, შესწავლილი მასალებისა და წყაროების საფუძველზე რედაქციაში დაადგინეს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 12,000-ია და შესაძლოა 20,000-მდეც გაიზარდოს. ახლა ჩამოვედი თურქეთში, ძალიან ცუდად უგრძნობ თავს. ისინი ყველას კლავენ ბავშვებს ქუჩებში. მხოლოდ უცხოეთის დახმარება გადაარჩეს. ირანელები ყვირიან პრინცის სახელს, მაგრამ ის მხოლოდ პრინცი არ არის. ის არის თავისუფლების სიმბოლო და მონარქიასთან საერთო არაფერი აქვს. მას ხალხი შეყურებს როგორც მხსნელს, რადგან უმოწყალოდ ესვრიან იარაღს. ტრამპი იქნება თუ სხვა, გთხოვთ დაგვეხმარეთ. ბავშვებს მხოლოდ თქვენი იმედი აქვთ. ჩემო თანამემამულენო, მსოფლიომ არა მხოლოდ გაიგო თქვენი ხმა, არამედ ახლა უკვე რეაგირებს. თქვენ ალბათ მოისმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გზავნილი, რომ დახმარება გზაშია. განაგზეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით. ნუ მისცემთ ამ რეჟიმს უფლებას შექმნას ილუზია, რომ ცხოვრება ნორმალურად გრძელდება. ჩვენსა და რეჟიმს შორის სისხლის ზღვა. დაიმახსოვრეთ ყველა დამნაშავის სახელი. ისინი პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულისათვის, მაგრამ მაქვს გზავნილი არმიისთვის. თქვენ ემსახურებით ირანს და არა ისლამურ რესპუბლიკას. თქვენი მოვალეობაა დაიცვათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლე. ბევრი დრო არ გაქვთ, შეუერთდით ხალხს, რაც შეიძლება მალე. დღეს იგეგმება 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა. ის 8 იანვარს ქალაქ ფარდიში რეჟიმის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. ნათესავებმა BBC-ს უთხრეს, რომ მისი სასამართლო რეკორდული სისწრაფით ჩატარდა და უკვე მიიღეს ოფიციალურად რეჟიმისგან ცნობაც, რომ მას 14 იანვარს, ანუ დღეს ჩამოახრჩობენ. დონალდ ტრამპი რეჟიმს მკაცრი ზომებით ემუქრება, თუ ის დაკავებული დემონსტრანტების ჩამოხრჩობას დაიწყებს. პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ დემონსტრანტების დახმარება გზაშია, თუმცა რა სახის იქნება ეს დახმარება, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. თუ ისინი ჩამოახრჩობენ, ნახავთ რაღაცებს. ძალიან ძლიერად ვიმოქმედებს, თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ. არ გვინდოდა, რომ ირანში მომხდარიყო ის, რაც მოხდა. თუ მათ სურთ პროტესტი, ერთია, მაგრამ როდესაც იწყებ ათასობით ადამიანის ხოცვას და მეუბნებით, რომ ჩამოახრჩობენ, ნახავთ როგორ გამოვა ეს მათთვის. ბევრი დახმარება გზაშია, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკურიც. ზუსტად არ ვიცით, რამდენი ადამიანი მოკლეს, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი. ასე რომ ბევრი პრობლემა შეექმნებათ. გამოცემა აქსიოსი წერს, რომ ირანის საკითხზე გამართულ შეხვედრაში დონალდ ტრამპმა დეტროიტიდან დაბრუნების შემდეგ მიიღო მონაწილეობა. ამ შეხვედრაზე პროტესტის ჩახშობაზე შეერთებული შტატების რეაგირების ვარიანტები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი, მას კი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა.